დღევანდელი მონაცემებით კახეთში 96,000 ტონა ყურძენია გადამუშავებული. Ამ ეტაპზე მოსავლის დაბინავება კახეთის რეგიონის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს, გარდა საგარეჯოსის, სადაც ყურძენი სიმწიფეში შედარებით გვიან შედის. ღვინის საწარმოებს ყურძენი 7500-მდე მევენახემ ჩააბარა. ღვინის საწარმოების მიერ გადამუშავებული ყურძნიდან 45,4 ტონამდე რქაწითელი, 43,2 ტონამდე საფერავი, დანარჩენი კი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია. ამ დროისთვის ღვინის ქარხნებთან ყურძნით დატვირთული მანქანების რიგებია. ფერმერებს ყურძნის ჩასაბარებლად ღამის გათენებაც კი უწევთ. რთველი საკოორდინაციო შტაბის ინფორმაციით, კახეთში რთველი პიკურ პერიოდშია. ყურძნის დღეღამური გადამუშავება 10,000 ტონას აჭარბებს. რთველის პროცესი ღვინის საწარმოებთან ყურძნით დატვირთული მანქანების რიგები, განსაკუთრებით პიკურ პერიოდში, მუშა პროცესია. ღვინის საწარმოებში ყურძნის ჩაბარება დაკავშირებულია აღრიცხვასა და კონკრეტულ ტექნოლოგიურ პროცედურებთან, რაც გარკვეულ დროს საჭიროებს. მთავარია, რომ საკოორდინაციო შტაბის მხრიდან ხდება რიგების ორგანიზებული მართვა. ჩვენი ამოცანაა, რომ რიგი იყოს მაქსიმალურად ორგანიზებული, ეს ინფორმაცია რთველის საკოორდინაციო შტაბმა მოგვაწოდა.